21 დღეა ქვეყანაში პროტესტია. ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული სხვადასხვა თაობის და პროფესიის ადამიანები დღესაც ქუჩაში არიან. მსვლელობას ამ წუთებში მართავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ოჯახის წევრები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მართავენ მსვლელობას. ნინო ჟიჟიაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენინო. კაცი აქციის მონაწილეები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან პარლამენტის შენობის წინ აქ შეკრებილი არიან შეწყვეტილ შესაძლებლობათა მქონე პირთა თემის წარმომადგენლები და ასევე მათი მშობლები. ისინი შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე, ჩამოიარეს მარშით რუსთაველის გამზირი და გაჩერდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ იყო სიტყვით გამოსვლებიც, მათი სიმბოლური გზავნილებიც დატოვეს დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე. მათი ორი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი, იგივე რაც სამოქალაქო საზოგადოების. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მართლად დაკავებულ პირებს პროტესტის განმავლობაში და მოითხოვენ მათ გათავისუფლებას და ცხადია ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია ამ ადამიანების პროტესტი, რადგან როგორც ისინი ჩვენთან ინტერვიუებში ამბობენ, ყველა ის პროგრამა და სერვისი, რომლითაც სარგებლობენ მათი შვილები, მათ შორის ინკლუზიური განათლებაც ამ ქვეყანაში დაინერგა დასავლელი დონორი ორგანიზაციების წყალობით და ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმა ნიშნავს მათი შვილების მომავალზე უარის თქმასაც. ჩვენ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულად დაზარალებული ხალხი ვართ ამ მთავრობის პოლიტიკით, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სპეციალური საჭიროების მქონე პირები სასიცოცხლოდ დამოკიდებულები არიან იმ შესაძლებლობებზე, რასაც გვაძლევს ჩვენ მხოლოდ ევროკავშირი. ის მწირი საშუალებებიც კი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ისიც მათი წყალობით გვაქვს და იმ საერთაშორისო ფონდების წყალობით, რომელთაც ასევე შეეზღუდებათ მოქმედება საქართველოში. ჩემ გოგოსთან ერთად ვარ უკვე 15 წელია ვიბრძვით და ფრონტის წინახაზია ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება ისედაც. ეს კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანას უდგას და ეს თუ ვერ დავძლიეთ, ყველაზე დიდ უბედურებას მოუტანს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რადგანაც ყველა სიკეთე თუ კი დღეს რამე სახელმწიფოში ფუნქციონირებს ჯერ კიდევ ინერციით, სწორედ დასავლეთის და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოში. ძალიან ბევრი წელია უკვე თითქმის, რასაც მშობლები, უფლებადამცველები ზუსტადაც რომ ევროკავშირის დახმარებით ვაკეთებთ იმას, რომ შემოვიდა და საქართველოში არის რამოდენიმე პროგრამა, რითიც ხდება მაგალითად შიშიმუ პირების განვითარება. ეს არის ადრეული პროგრამა, რეაბილიტაცია, ზოგადად თუ კი რამე არსებობს და აი ამდენი ნაწვალების მერე, როგორც იქნა თითქოს ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც რაღაც შევძელით, უცბად გადაწყვიტეს, რომ ისევ დაგვაბრუნოს საბჭოთა კავშირში. წარმოუდგენელი, ამას უბრალოდ არ შევეგუებით. ჩვენზე კარგად არავინ არ იცის, რას ნიშნავს იმ ბნელ უწარსულში დაბრუნება, საიდანაც ჩვენ ძალიან დიდი წვალების და შრომის შედეგად ამოვედით და გამოვედით. და ის სიკეთეები, რაც ჩვენ აქამდე მიგვიღია, არის დამსახურება ევროკავშირის და იმ დასავლური დონორი ორგანიზაციების, რომლებიც მუდმივად იდგნენ ჩვენს გვერდზე. ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ ეს მოპოვებული სიკეთეები დავკარგოთ. ვერაფრით ვერ დავბრუნდებით იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი შვილის დიაგნოზი არის უმძიმესი დიაგნოზი და მე არ მინდა, რომ ჩემი სიკვდილის მერე ჩემი შვილი ცხოვრობდეს რუსეთში, მიბმული, უჭმელი, მოუვლელი და ნაწამები და მე უფრო მეტი პანიკური შეტევა მაქვს ხა, იმიტომ რომ ქუჩაში დღე ვხედავ წამებას ადამიანების. შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების მარში ამ დროისთვის არის დასრულებული. დღეს დედაქალაქის სხვადასხვა გამზირზე კიდევ რამდენიმე მარშია დაანონსებული და საბოლოო შეკრების ადგილი ისევ არის საღამოს რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.